შეშმოპირების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ბათუმელი ქალბატონები ერთიანდებიან. ძლიერი ქალები ასე ქვია ფონდს, რომელიც მიზნად ისახავს საქველმოქმედო აქტივობების დაგეგმვას და შემოსული თანხით შესაბამისი კატეგორიის ოჯახებისთვის საჭიროებისამებრ დახმარებას. ფონდის პრეზენტაციაზე ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით წინა საახალწლო კონცერტი გაიმართა, ასევე მოეწყო ბათუმელი დიზაინერის ირაკლი აგირბას ნამუშევრების ჩვენება, რომელშიც მოდელებთან ერთად შეშმოპირებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე მოეწყო თექაში შესრულებული სურათების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა. ფონდმა პირველი დახმარება ორ შეშმოპირს უკვე გაუწია და საჩუქრად სპორტული ეტლები გადასცა. ორგანიზატორები ქალბატონებს ფონდში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ. არ ვიცი რა ვთქვა, მართლა არ ვიცი, ისე დაბნეული ვარ, ბედნიერიც ვარ, დამხარებულიც ვარ და გონიეს ამის და რადგან ეს 6 წელია მოცნებობდი. ფიქრობ, რომ შინაგანად ყველა ქალი არის ძლიერი, მაგრამ ზოგს უჭირს ამის გამოჩვენება. რაღაცნაირად მე შევძელი აკვათ ბევრი ადამიანების დახმარებით, რომ გამომიჟღავნებინა ეს ჩემი დიდი ძალა. გამოწვევას ვუცხადებ მე ძლიერ ქალბატონებს. მინდა რომ ფონდი ძლიერი ქალები სავსე იყოს ძლიერი ქალებით. შედგა საქველმოქმედო ფონდი ძლიერი ქალების პრეზენტაცია. პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა წინასაშვებაო ღონისძიება, სადაც ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დავეხმარეთ. სხვადასხვა სიურპრიზები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება გამოვიდა ძალიან კარგი, მრავალფეროვანი.